გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ ანიმეზე სახელად ტიტანებზე შეტევა, თუმცა დღევანდელი ვიდეო არ იქნება ტოპ-20-ის დალაგებაზე, რადგან ტიტანებზე შეტევაში არიან რამდენიმე ტიტანი, რამდენიმე ძლიერი პერსონაჟი და ჯამში არც გამოდის 20 ძალიან ძლიერი პერსონაჟი და არც არის ტიტანებზე შეტევა ისეთი ანიმე, სადაც ვაიმე ტელეპორტებს აკეთებენ და ასე შემდეგ. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, მთავარი პერსონაჟი ერენი გმირია თუ ანტიგმირი. ბევრს გონია რომ გმირია, ბევრს გონია რომ ანტიგმირია. მოდი ერთად ვიმშილოთ ახლა ამ თემაზე და თუ რამეში არ დამეთანხმებით, რა თქმა უნდა, დამიწერეთ კომენტარებში და ასევე ისიც დამიწერეთ ესეთი სტილის ვიდეო უფრო მოგწონთ, სადაც რაიმეს განვიხილავთ თუ სადაც ტოპ-20-ს ვალაგებ ან ტოპ-10-ს. თქვენ დამიწერეთ კომენტარებში. ახლა კი მოდი დავიწყოთ შედგენა ამ მსჯელობის. პირველ რიგში ვიტყვი იმას თუ ადამიანებს რატომ გონიათ ანტიგმირი ერენი და ასევე ვიტყვი იმას თუ რატომ გონიათ გმირი ერენი. ანტიგმირი იმიტომ გონიათ, რომ ერენმა უბრალოდ აწია მთელი სამყარო, ჰაერში ამდენი ადამიანი მოკლა, საშა სიკვდილზე გაეცინა და ისეთი რაღაცები ჩაიდინა, რასაც უკან ვეღარ დააბრუნებს და უპატიებელია. ეს არის მარტივი არგუმენტი მათი მხრიდან, ვისაც ანტიგმირი გონიათ. და იმათი მხრიდან, ვისაც გმირი გონიათ ერენი, ის არის ასე ვთქვათ, მათი არგუმენტი, რომ ეს ყველაფერი გააკეთა თავისი მეგობრების გადასარჩენად, ანუ მთელი სამყარო, ანუ მარლიანული სამყარო ისედაც დაბომბავდა ამ კუნძულს და მისი მეგობრები მიკასა, არმინი, საშა ისედაც მკვდარია, თუმცა მიკასა, არმინი, ჟანი, კონი და ასე შემდეგ, ლევიც და ყველა რა, მოკვდებოდნენ. ამიტომ გააკეთა არჩევანი დანარჩენ სხვა სამყაროსა და მეგობრებს შორის და ერთში მეგობრები. ეს არის მათი არგუმენტი. მოდი ახლა ვიმშილოთ ორივეზე. პირველ რიგში გეტყვით, რომ ერენი არის ძალიან დიდი გმირი და ახლა ახსნი რატომ. ანუ ეს ყველაფერი, აი მაგალითად საშას სიკვდილზე რომ გაიცინა, იმიტომ გაიცინა, რომ ეს ისედაც იცოდა და მომავალში ქონდა დანახული თავისი ზალით და მომავალში როდესაც აქვს დანახული, ანუ 9-ჯერ ხო არ იტირებს ერთ და იგივე რაღაცაზე, ანუ ისედაც იცოდა უკვე ეგ რომ მოხდებოდა და წინასწარ ტიროდა. აი მაგალითად ბევრი მომენტი არის, აი მაგალითად თავიდანვე ანიმე ესე იწყება, რომ ერენი იღვიძებს ხესთან, მიკასა აღვიძებს და ცრემლები მოსის ტირის. ამ დროს დაინახა მთელი მომავალი, თუმცა აღარ ახსოვდა და მაგალითად ამ დროს ტიროდა. ასეთი მომენტები არის ძალიან ბევრი და ანუ იმ მომენტებში ტიროდა და ეხა 20-ჯერ რო გაიგებ, რომ აი მაგალითად შენი მეგობარი რომ მოკვდება და რამდენჯერაც გაგახსენებენ, იმდენჯერ ტირილს ხო არ დაიწყებ. უბრალოდ იმაზე გაეცინა, რომ სიკვდილის წინ ხორცი თქვა. ამიტომ ეს რა თქმა უნდა არ იყო არანაირი დანაშაული. კიდევ მაგალითად მთელი სამყაროს 80% რომ გაანადგურა. ახლა მოდი დაგისმევთ კითხვას. როდესაც მარლიანული სამყარო თავს რა თქმა უნდა დაესხმეოდა ელდიანულ სამყაროს, ელდიანელურ სამყაროს შემეშალა მე მოვდიეთ. როდესაც დაესხმეოდა თავს. ამ შემთხვევაში ატყდებოდა თუ არა ბრძოლა, რა თქმა უნდა ატყდებოდა ორმხრივი ბრძოლა. ერენს მოუწევდა ელდიანელების მხარეს ყოფნა, რა თქმა უნდა, მაგაში ყველა ეგრე მოიქცეოდა, არანაირი პრობლემა არ არის, იმედია დამეთანხმებით, ეგ მარტივი მისახვედრია. და რა თქმა უნდა, ელდიანელები მოიგებდნენ, იმიტომ რომ ყავთ ერენი, დამფუძნებელი ტიტანი, რომელიც ყველა ტიტანს აკონტროლებს და ფაქტიურად უკვდავია. რა თქმა უნდა, მოიგებდა ელდიანული სამყარო, განადგურდებოდა მარლიანული სამყაროს 100%. ასევე ელდიანელებიც დაკარგავდნენ თავისი მოსახლეობის რაღაც ნაწილს, ჯამში უფრო მეტი ადამიანი მოკვდებოდა, ვიდრე ამ შემთხვევაში მოკვდა და თან მისი მეგობრებიც მოკვდებოდნენ. ასე რომ რა თქმა უნდა გააკეთა სწორი არჩევანი. არ იფიქროთ რომ ჩვენი ვიდეო აქ უკვე სრულდება, რადგან ასევე ცოტათი განვიხილავთ ისეთ რაღაცებს, რა მომენტებით ძირითადად გამოჩნდათ ადამიანებს, თუმცა ჯერ ეს თემაც არ დაგვისრულებია. ახლა დაფიქრდით, მარლიანელებს ეზიზღებოდა ელდიანელები. ერენმა კი მთელი მარლიანელების ზიზღი საკუთარ თავზე აიღო, ანუ ყველა მარლიანელს შეზიზღდა ერენი და არა ის ადამიანები, ელდიანელები. მარტო და მხოლოდ ერენი. მან ყველა ზიზღი აიღო საკუთარ თავზე და შემდეგ მოკვდა. ანუ ასე ვთქვათ, ყველა ზიზღი გააქრო თავისი სიცოცხლის სანაცვლოდ და ამაზე გმირული საქციელი ფაქტიურად შეუძლებელია რომ მოხდეს. ჯერჯერობით წარმოუდგენელი არის. ასე რომ რა თქმა უნდა გმირია ერენი. მოდი განვიხილოთ ასევე ფლოჩიც, რადგან ფლოჩი ბევრს გონია რომ არის ანტიგმირი, მიუხედავად იმისა რომ არის გმირი და ბევრს მხოლოდ იმიტომ გონია რომ ბოლოში, როდესაც თვითმფრინავით უნდა აფრენილიყვნენ აი ეს ადამიანები, ჰანჯი, ლევი და ასე შემდეგ, მან ძრავში გაარტყა ტყვია და ჩაუშალა მთელი გეგმები. რის გამოც ჰანჯის სიცოცხლე შეეწირა. ბევრს გონია რომ ეს იყო ცუდი საქციელი. ფლოჩი
ერენის მხარეს იყო, ერენი კი უკვე აუღწევთ, რომ ძალიან დიდი გმირია, რის გამოც ფლოტშიც ესე იგი სწორ მხარეს იდგა და რადგანაც ფლოტში სწორ მხარეს იდგა, ესე იგი მისი აქციელებით სწორი იყო ზედაპირულად. თუმცა, მაგალითად ექს აქციელი, როდესაც თვითმფრინავს გაარტყა აუზში, ანუ საცავში, ტყვია, ამ დროს, რა თქმა უნდა, ბენზინი, რაც იყო საწვავი, გადმოიქცა და მის შეკეთება მოუწიათ, რომ ჩაესხათ და გაეძლო გზაში. ამის გამო ჰანჯის მოუწია დროის მოგება და სიკვდილი. ახლა თქვენ მითხარით, ერთ წამში მაგას გაიაზრებთ, რომ როდესაც მე ამათ ტყვიას ვესვრი და ვეღარ აფრინდებიან მოუწევთ შეკეთება, ბეწვი-ბეწვზე ვერ გადარჩებიან გაფრენას, ამის გამო ერთ-ერთს მოუწევს სიცოცხლე, სავარაუდოდ ჰანჯი იქნება, სიცოცხლის გაწირვა, სიცოცხლე მოუწევთ ცოტათი არასწორი არის გრამატიკულად. მოუწევს სიცოცხლის შეწირვა და თან უნდა გააკეთოთ იმის დასკვნა, რომ ესენი რომ გაფრინდნენ ერენს, მაინც ვერაფერს დაუშავებენ, ერენი ხო მომავალს ხედავს და მისი გეგმის ნაწილია ყველაფერი. და ამის გააზრება ერთ წამში და წამის მიასედებში არის, რა თქმა უნდა, შეუძლებელი. მან მხოლოდ იმის გააზრება მოასწრო, რომ ერენი აკეთებს კარგ რაღაცას და მათ არ უნდა შეუშალონ ხელი. და უმეტესობა ესეც იქნებოდა. უბრალოდ ის ადამიანები, ვისაც ფლოტში ანტიგმირი გონია, იმაშიდებთ ბრალს, რომ ვერ მიხვდა ისეთ რაღაცას, რასაც პერსონაჟების 95% ვერ მიხვდებოდა. და ეხლა ერვინისავით და ერენისავით მაგარი პერსონაჟი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა უბრალოდ გმირია და არა ანტიგმირი. ეს საკითხი უკვე დახურულია და მოდით გადავიდეთ ისეთ მომენტებზე, როცა ვერ დააფიქსირეთ მომენტები, ანუ როცა ვერ აღიქვით რაღაც მომენტები, ნუ უმეტესობამ ყველაზე არ არის საუბარი. პირველი ასეთი მომენტი იყო დასაწყისის და დასასრულის დაკავშირება. ალბათ ყველამ შეამჩნიეთ, ნუ თუ ვერ შეამჩნიეთ დასასრულში, როდესაც მიკასა ერენს კლავს და თავს აჭრის, ერენის თვალში ჩანს, რომ მიკასას აქვს მოკლე თმა და როდესაც იწყება Attack on Titan, ნუ იმას გვაჩვენებენ, რომ ჯერ ტიტანი ხელს გადმოყოფს და რაღაც, თუმცა როდესაც ისტორია იწყება, ამ დროს ერენი იღვიძებს ხის ტოტთან, ანუ ხესთან არის მიყუდებული და იღვიძებს აცრმლიანებული თვალებით და მიკასას ეკითხება თუ როდის დაიგრძელე თმები ასეო. ანუ მან ამ დროს აინახა მომავალი, მთლიანი მომავალი და რადგანაც მან ბოლო მომენტში, სიკვდილის ბოლო მომენტში აინახა, რომ მიკასას ჰქონდა მოკლე თმა, მას გაღვიძების შემდეგაც რატომღაც ეგონა, რომ მიკასას ჰქონდა მოკლე თმა არა და ბავშვობაში მიკასას აქვს გრძელი თმა. ეს არის პირველი ასეთი მომენტი. ხო, რა თქმა უნდა, მე შეიძლება რამე გამომჩა, თუმცა მე რაც ვიცი, იმებს გიყვებით. არ ვიტყვი დალაგებულად, დაუშვათ თუ მოხდა სამი შემთხვევა ისე ვიჯახი, პირველი სერიაში, მეხუთეში და მეცხრეში შეიძლება ვთქვა, ჯერ პირველ სერიაში, მერე მეცხრეში და მერე მეხუთეში, ანუ არეულად ვიტყვი. მეორე ასეთი მომენტი არის, როდესაც ენი არის გემის ღობეზე მიყუდებული და არმინი გავაუწებ და გაშტერდება ცოტა ხნით და ენი გაკვირვებაშია, რომ რატო არის გაშტერებულიო და ამ დროს არმინმა ნახა ის მოგონება, რაც ერენმა უთხრა, ანუ ერენმა რომ უთხრა, რომ ასე ვთქვათ, მეტი გზა აღარ არსებობს ამის გასაკეთებლად და შემდეგ არმინმა რომ უთხრა, რომ მეც თან წამოყვები ჯოჯოხეთშიო და ასე შემდეგ, აი ეგ მომენტი დაინახა იმ დროს, როცა ენის წინ იდგა და ენის ელაპარაკებოდა. აი ეს არის მეორე მომენტი. მესამე ასეთი მომენტი იყო, როდესაც ზიკი და ერენი თავის გეგმაზე ლაპარაკობდნენ, ანუ ევთანაზიის გეგმაზე და ზიკი ერენს უგდებს ბეისბოლის ბურთს და ერენი ამ ბურთს ვერ იჭერს. ამ დროს ამბობს, რომ საავადმყოფოში როდესაც დროს ატარებდა, მისი რეფლექსები შესუსტებულია, თუმცა ეს იმის ნიშანი იყო, რომ მის გეგმაზე არ ეთანხმება. ანუ იმ დროს კი ვთქვა, რომ ხო, მაგარი გეგმაა და ასე ვთქვათ, ერთად განვახორციელებდო, თუმცა არ ეთანხმებოდა და ეს იმის სიმბოლიზმი იყო, რომ არ დაეთანხმა, რადგან ხელიდან ბურთი გაუვარდა, ანუ ერენის საინმა პერსონაჟმა რომ ბურთი უბრალოდ ვერ დაიჭირა, მარტივი ნელი ბურთი ვერ დაიჭირა. ეს იმის სიმბოლიზმი იყო, რომ ასე ვთქვათ, არ ეთანხმებოდა გეგმაზე და უღალატებდა, თუმცა ნუ რა თქმა უნდა ამაზე კი ვერ მიხვდა, ვერავინ მიხვდებოდა თითქმის. ასე რომ ეს იყო მესამე ასეთი მომენტი. მეხუთეს ამას ცოტა გამაზულ მომენტსაც ვერ დავარქმე, უბრალოდ ხალხი ვერ მიხვდა ძირითადად თუ რა მოხდა აქ. იმ მომენტზე მაქვს ლაპარაკი, როდესაც მომავალი ერენი ეუბნება თავის მამას გრიშას, რომ შევიდეს და მოკლას მთელი რეისების ოჯახი და გადაწვას, რის შემდეგაც დატრიალდება ეგ მომავალი. ანუ გრიშას რომ ეგ არ გაიკეთებინა, ის მომავალი რაც ახლა გვაქვს, არ გვექნებოდა. ნუ ანიმეში მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა და არა რეალობაში. ასე რომ, აი ამ მომენტში რა მოხდა?
გრიშასაც აქვს შემდევი ტიტანი, რის გამოც ხედავს მომავალს. მან დაინახა მომავალი, რომლის მომავლიდანაც ერენი წარსულში ეძახის თავის მამას. აი, სამკუთხედი გააკეთეთ, ასე ვთქვათ. სულ დაბლა აიღეთ წერტილი, საიდაც არის გრიშა, წარსული გრიშა, რომლიდანაც დაინახა მომავალი, მაღლა მარცხნივ, როგორც ახლა ვიზუალზე გაჩვენებთ. ანუ მომავალი დაინახა, ერენი მეოთხე სეზონის ეგ მომენტი, სანამ მან გადავიდოდნენ იმ ქვიშიან ადგილზე, არ ვიცი რა ქვია მაგ ადგილს. და იმ სამკუთხედის წერტილიდან, რომელიც ახლა გავჩერდით, კიდევ უფრო მაღლა მარჯვნივ ცერად ადით და დააწერტილეთ ის ადგილი და დააწერეთ ასეთი რამ, რომ მომავლიდან დაინახა წარსული ერენმა, რადგან იმ უდრო სამყაროში იყო. ახლა ეს წერტილები დააკავშირეთ ხაზებით და ახლა მიხვდებით ამ სამკუთხედის მეშვეობით, ანუ წარსულმა გრიშამ დაინახა ზიკის და ერენის შეხების მომენტი, საიდანაც ჩანს ერენის მომავლის მომენტი, ანუ იმ ქვიშის მომენტი, საიდანაც ისე უკან ბრუნდება ერენი და გრიშას წარსულს ხედავს და აქ-იძებს. აი ასე მოხდა მათი კავშირი და იმედია მოგეწონათ ეს დაკავშირება. ამ სამკუთხედზე მარტივი გზა ვერ მოვიფიქრე იმისთვის, რომ თქვენთვის ამეხსნა, ანუ ამ საოცარი ნახატისთვის შემაგეთ, მოდი აღარ გაჩვენებთ, რომ აღარ დაიტანჯოთ და ჩვენი ვიდეო უკვე დასასრულს მიუახლოვდა. როგორც გითხარით წინა ვიდეოში, კიდევ უფრო ასე გავაგრძელებ აქტიურობას, დღეში მინიმუმ ერთ ვიდეოს დავდებ. თქვენ კი კომენტარებში დამიწერეთ ასეთი ვიდეოები უფრო მოგწონს თუ სადაც ტოპ 20 ან ტოპ 10 შვალაგებ. და თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, დაალაიქეთ, ხოლო თუ არ გინდათ რომ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები, მაშინ გამოიწერეთ არხი და გააქტიუროთ ზარის ღილაკი. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში. ნახვამდის.